ახლა კი იძულებული ვარ კიდევ ერთ საკითხს შევეხო. ეს ვატოპედის მონასტრის იღუმენის მამა ეფრემის მორიგ ვიზიტ საქართველოში ეხება. თავდაპირველად წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის უფლის მიერ შეგონებას გავიხსენებ, რომ თუ კი შენ ნახავ ადამიანს ცოდვაში, არ შეაგონებულ ჟულოებიდან გამოსვლას და ისიც ამ ცოდვით გარდაიცვლება, სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო, ამბობს ღვთის სიტყვებს წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებიც ვართ, რომ შევაგონოთ, რამე თუ გული შევტკივა მასზე და ჩვენ ქვეყანაზე, ერზე, ეკლესიაზე უპირველეს ყოვლისა. ჩვენ ხედავთ, ყველანი მოწმენი ვართ იმისა, რომ როგორ ხდება გარკვეული წრეების მიერ ზემეთად აღმატებული ნიშნულობის მინიჭება მამა ეფრემის აი საქართველოში ვიზიტებისათვის. ზემეთად გაფეთიშება ამ სასულიერო პირისა. სულ ახლახანს სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვნა იმედმა. ამ დროს მრევლმა და ზოგადად საზოგადოებამ ფიქრობ უნდა იცოდეს რეალური სურათი, უნდა იცოდეს რა გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილი გახდა არქიმანდრიტ ეფრემის დამოკიდებულება უკრაინაში ჩამოყალიბებული სიგმატური დაჯგუფების მიმართ, ეგრეთ წოდებული უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მიმართ. იმ დაჯგუფებისა, რომელმაც ხელდაუხსნელი ადამიანები მთავარ ეპისკოპოსებად, ეპისკოპოსებად და მღვდლებად გამოაცხადეს. რა სისხლიანი კალო მოაწყვეს და ეხლა ძადღეში აგდებენ ესენი მეუფე ონოფრის მიერ, ონოფრის ჭეშმარიტ ეკლესიას. ეს კიდევ ძალგი სალაპარაკოა. მამა ეფრემი ადგილზეც კი ჩავიდა უკრაინაში, ესეც ცნობილი გახდა ამ დაჯგუფების ეგრეთ წოდებული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასასრებად. უფრო მეტიც, მამა ეფრემმა მონასტერში მიიღო და წირვად ჩაატარებინა მათ. შემდეგ მათი ნაწირავი წმინდა ოდიკი დაწვეს, თვითონ ასე გვითხრეს. ამის შემდეგ კვლავ მიიღეს და ამსახურეს ხოლმე ეს არაკანონიკური უკრაინული ჯგუფი. ჩვენ მეკითხებით მამა ეფრემს, მამაო, თქვენ აღიარებთ მადლს სქიზმატებთან და თუ აღიარებთ მათთან მადლს, მაშინ ოდიკი რაღაც დაწვით. და თუ კი არ აღიარებთ, მაშ ინტრონიზაციაზე რად მიდიოდით ან თქვენს მონასტერში რატომ შეუშვით და ამსახურეთ ჟულის კანონის უხეში დაარღვევით. თუ შეიძლება მადლის ცნობა სქიზმატებთან ან მათთან ერთად მსახურება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას უკვე გამოთქმული აქვს თავისი პოზიცია ამ უკრაინულ სქიზმასთან დაკავშირებით. და ამ პოზიციის, ასე ვთქვათ, ხმამაღალი გამოხატულება კი ის არის, რომ ჩვენი ეკლესია მათთან ევქარისტიულ ურთიერთობაზე პრინციპულ უარს აცხადებს. მიუხედავად მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციისა და რა ვიცი, უკანონო ქმედებების. როგორც ის ასევე განსხვავებულია საქართველოს ეკლესიისა და მამა ეფრემის შეფასებები კრეტაზე გამართულ კრებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც არაერთი ანტიმართლმადიდებლური გადაწყვეტილებაც მიიღო. სულ ახლახანს ვნახეთ კადრებით, როგორც ის ზარზეიმით მიიღო მამა ეფრემმა და ვატოპედის მონასტერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ეს ადამიანია, ეს მიცოტაკისი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მართლმადიდებელი ბერძენი ხალხის განმამწარებელი გადაწყვეტილება მიიღო, ხელი მოაწერა კანონს და დააკანონა ერთსქესიანი ქორწინება. აი ამ ადამიანს ხვდებია მონასტერში, ისე გეგონება ვინმე კეთილმსახურ იმპერატორს ან ვინმე მართლმადიდებელი პატრიარქს ხდებოდა. და აი არქიმანდრიტ ეფრემი ჩამოდის უკვე საქართველოში ისე თანხმდ პირებთან ერთად. ყოველდღიური წირვები, ყოველდღიური შეხვედრები სტუდენტებთან, საერო და სასულიერო საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან. ამ ბოლო დროს გამოჩნდა ფულიც. როგორც ან საუბარია არ თუ ისე მცირე თანხებზე, სტუდენტების დაფინანსება თუ სხვათა დაჯილდოება და ასე შემდეგ. ვაპატიეთ, მაგრამ მოწყალების გაღება გაგუგია ფარულად, როცა მარცხენამ არ იცის ვისთვის გასცეს მარჯვენა. აქ კი ამხელა აფიშირებაა ამ თანხების დარიგებაზე. შეხვედრები ბერებთან, არა რომელიმე მონასტერში, არამედ ხუთასფლავიან სასტუმროში
ბილდმორში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გვეუწყოება მართლმადიდებელ გარემოში და ზოგადად გონია რომ მიუღებელიცაა. და საერთოდ ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ნელა სცდება უწყინარი მომლოცველობას, მოდი ასე ვთქვა საქართველოში და სულ უფრო და უფრო მეტად დაჩენს რაღაც წინასწარ დაგეგმილი აქციის სახეს, რომლის რეალური მიზანიც ხმამაღლა არ იტყვის. ჩვენს ეკლესიას ყავს თავისი კათოლიკოს პატრიარქი, ყავს პატრიარქის მოსახლე, ყავს სინოდის წევრები, ყავს მღვდლები, მღვდელმონაზვნები და ასე შემდეგ და ეს ხალხი ცდილობს რომ გადაგებს ქართველ ეპისკოპოსს ან მღვდელს ვინმე მისცემს კონსტანტინოპოლის ან გნებად ელადის ეკლესიის სივრცეში სისტემატიური ქადაგების უფლებას. და მას რას ემსახურება ამხელა ქრისტიანული ტრადიციების მქონე და ამხელა სასულიერო დასის მქონე ეკლესიაში ესოდენ დიდი პომპეზურობით შემოსვლა, ქადაგება და შოუობის დადგმა, რა ვიცი. ფიქრობ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და ეს ყველაფერი ხშირად საშიშად ცდება ამ ზომიერების საზღვრებს. ფიქრობ ამ თემაზე ჩვენი შეშფოთება და ჩვენი გულის ტკივილი აუცილებლად უნდა სწორდნა ჩვენს მრევლს და ზოგადად საზოგადოებას. ისიც მოსწდა ჩვენ ყურს უნდა ითქვას, რომ არაერთი მღვდელმთავარი ამ თემით შეშფოთებულია და შეფიქრიანებულია. ჩვენი მღვდელმთავრები, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები. უფალი შეეწიროს და ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს ამ ვეფრები. რათა ერთი პირით და ერთი გულით ვადიდებდეთ შემოქმედ ღმერთს. ღმერთმა თქვენ დაგლოცოთ და გაგურთ.